იცით თუ არა რომ ხანდახან ის რასაც თქვენი თვალებით ხედავთ, რეალურად ისე სულაც არ გამოიყურება, როგორც ამას თქვენი გონება აღიქვამს. ხანდახან კი ის მოვლენები, რომლებიც ძალიან კარგად, დეტალურად გვახსოვს, რეალურად სულაც არ მომხდარა. ახლა ალბათ ფიქრობთ, რომ მსგავსი რამ შეიძლება იმ ადამიანს მოუვიდეს, ანუ დაინახოს ის, რაც რეალურად არ არსებობს, ვისაც ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, მაგრამ არა, ეს შეიძლება მეც დამემართოს და თქვენს დაგემართოთ. საქმე კი ისაა, რომ ხანდახან ჩვენი ტვინი გვეკაიფება. სალამი, მე ირაკლი ვარ და დღევანდელ ვიდეოში მოვიყვან რამდენიმე საკმაოდ საინტერესო შემთხვევას თუ როგორ გვატყუებს ჩვენი ტვინი. ამ საინტერესო შემთხვევებზე ბატონი ჰიტა ალბათ იტყოდა რომ ეს არის mind blow. მოკლედ, დავიწყოთ. პირველი რამ, რაც მინდა რომ დღევანდელ ვიდეოში განვიხილო, ეს არის ღრუ სახის ილუზია. ეს არის საკმაოდ კარგი და ნათელი მაგალითი იმისა, რომ ხანდახან ის, რასაც ჩვენი ტვინი აღიქვამს, რეალობა სულაც არ შეესაბამება. დააკვირდით ვიდეოს, რომელზეც პლასტმასისგან დამზადებული ალბერტ აინშტაინის სახეა გამოსახული. როგორც ხედავთ, ის ერთი მხრიდან ჩაღრმავებულია, მეორე მხრიდან კი ამობურცული. მაგრამ როცა ის ჩაღრმავებული მხრიდან ტრიალდება ჩვენსკენ, ჩვენ მაინც ამობურცულად ვხედავთ სახეს. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ეს ეფექტი არ იმუშავებს თუ კი ჩვენ აი ამ ჩაღრმავებულ ობიექტს შევცვლით, ანუ თუ კი პირობითად სახის მაგივრად რაიმე ჭურჭელს დავსვავთ, მაგალითად სათლს. ანუ ეს ეფექტი მუშაობს მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის სახეზე. საქმე ისაა, რომ ჩვენ ყველაფერს ორ განზომილებაში ვხედავთ. ხოლო იმისთვის, რომ ტვინმა შეაფასოს ჩაღრმავებულია თუ ამობურცულია ესა თუ ის ობიექტი, ტვინი პირველ რიგში ამუშავებს ინფორმაციას შუქისა და ჩრდილების შესახებ. მაგრამ ადამიანის სახის შემთხვევაში ეს ასე მარტივად არ მუშაობს, იმიტომ რომ ჩვენ სტანდარტულად მიჩვეულები ვართ, რომ ადამიანის სახე ჩაღრმავებული არაა. შესაბამისად, მაშინ, როდესაც ჩვენ აი ასე ჩაღრმავებულ, შიგნით შეწეულ სახეს ვხედავთ, ჩვენი ტვინი მას აღიქვამს როგორც ამობურცულს და მიზეზი ის არის, რომ იგი უბრალოდ უფრო მეტად ენდობა არა შუქ ჩრდილებს, არამედ მანამდე არსებულ გამოცდილებას. ანუ გამოდის, რომ ჩვენი ტვინი ჩვენს დასაგოიმებლად იყენებს ჩვენსავე მეხსიერებას. ესეა მოწყობილი და რა ვქნა. რეზინის ხელის ილუზია კიდევ ერთი ექსპერიმენტია, რომელიც ასევე ტვინის იმ ნაწილზეა დამოკიდებული, რომელიც გვეხმარება ინფორმაციის აღქმაში. ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანის წინ დებენ გრიმ გაკეთებულ რეზინის ხელს, რომელიც მაქსიმალურად რეალისტურს უნდა ჰგავდეს. მის რეალურ ხელსა და რეზინის ხელს შორის აკეთებენ ხელოვნურ ბარიერს, იმისთვის რომ ექსპერიმენტის მონაწილემ ვერ დაინახოს რეალური ხელი. იმისთვის რომ ექსპერიმენტმა გაამართლოს, ორივე ხელი უნდა იყოს მოთავსებული ერთნაირად და ხელებს შორის მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 27.5 სანტიმეტრს. რატომ არ უნდა აღემატებოდეს 27.5 სანტიმეტრს? სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი, ვერ გავიგე, მაგრამ ეგრეა მოკლედ ექსპერიმენტის სიზუსტისთვის საჭირო. ექსპერიმენტატორი სინქრონულად ატარებს მონაწილის ხელზე ფუნტს. შედეგად კი რამდენიმე ხანში ექსპერიმენტის მონაწილე რეზინის ხელს რეალურ ხელად აღიქვამს. მას ექმნება იმის ილუზია, რომ ფეიქ ხელი მისი სხეულის ნაწილია. ყველაზე უცნაური კი ისაა, რომ ტაქტილურ შეგრძნებებსაც კი აღიქვამს. მისი რეალური ხელი ნელ-ნელად ცივდება. დარტყმის ან ჩხვლეტის შემთხვევაში კი შიშის გრძნობა ეუფლება. ამის მიზეზი ისაა, რომ მხედველობა ძალიან დიდ როლს თამაშობს ჩვენი სხეულის აღქმაში და გარდა ამისა გასათვალისწინებელია ისიც, რომ მხედველობაზე არის ბევრი რამ დამოკიდებული ტაქტილური შეგრძნებების აღქმის დროს. ანუ მაშინ, როდესაც მე ვხედავ, რომ ჩემი ხელი მეხება სახეზე, ის ფაქტი, რომ ჩემმა სახემ აღიქვა, რომ მე მეხება ხელი, ეს არის მხედველობის დამსახურება. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ თუ კი ესე დავიდებ თვალდახუჭული, მაინც ვიგრძნობ, რომ ხელია. მაგრამ, მოკლედ რეზინის ხელის შემთხვევაში ჩვენი ტვინი უბრალოდ გვაგვეიმებს. მოდით გადავიდეთ ისეთ მაგალითებზე, სადაც ჩვენი გონება მხედველობის გამო გვატყუებს რაღაცეებს და შეცდომაში შევყავართ. კარგად დააკვირდით ამ ორ ყვითელ წრეს. ერთი შეხედვით, უმეტესობა თქვენგანი იფიქრებს და ეს რა თქმა უნდა ტვინის ბრალი იქნება, რომ ერთ-ერთ ფოტოზე ყვითელი წრე პატარაა, მეორეზე კი დიდი. მიზეზი ის არის, რომ ამ ყვითელი წრის ირგვლივ გარშემო არის ნაცრისფერი წრეები, რომლიდანაც ერთ შემთხვევაში პატარა წრეებია, მეორე შემთხვევაში დიდი წრეები. და მაშინ, როდესაც ჩვენ ვხედავთ ყვითელი წრის ირგვლივ დიდ ნაცრისფერ წრეებს, ყვითელი წრე ამ დიდი ნაცრისფერი წრეების გამო უბრალოდ უგულვებელყოფილი ხდება და ჩვენი ტვინი სტანდარტულად მაშინ, როდესაც რაიმე ობიექტის ზომის განსაზღვრა სურს, ამ ობიექტს ადარებს მის ირგვლივ მყოფ სხვა ობიექტებს. და სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, თუ რატომ ვტყუვდებით და რატომ გონია, რომ ერთი ყვითელი წრე პატარაა, ხოლო მეორე ყვითელი წრე დიდია. მაშინ, როდესაც რეალურად ისინი, რა თქმა უნდა, ტოლები არიან. აქ ერთი რაღაცის თქმა დამავიწყდა. ეს არის ებინჰაუზის ილუზია.
რო რამე შემდგომში მაშინ როდესაც მსგავს ილუზიას წააწყდებით, იმიტომ რომ ესეთი ილუზიები არა მხოლოდ ყვითელ და ნაცრისფერ ბურთებს, არამედ სხვადასხვა ობიექტებს ეხება, გეწოდინებათ რომ ეს არის Ebbinghaus-ის ილუზია. სანამ შემდეგ ილუზიაზე გადავიდოდი და გეტყოდით იმას რომ ჩვენი ტვინი ხშირად გვაგვიმებს, გეტყვით აქვე იმასაც რომ ჩემი Instagram-ის ლინკი იქნება ვიდეოს აღწერაში ზუსტად ისევე როგორც ერთი საიტი, სადაც არის შეკრებილი 150-ზე მეტი ილუზია. და რო რამე თუ კი თქვენთვის საინტერესო არის ზოგადად ილუზიები, ის თუ როგორ ტყუდება ჩვენი ტვინი, ამ საიტზე ყველა ის ილუზია, რომელიც არის განთავსებული, არის ასევე ახსნილი. ანუ ახსნილია თუ რატო გვატყუებს ჩვენ ტვინი, მაშინ როდესაც ამა თუ იმ კონკრეტულ ილუზიას ვუყურებთ, ასე რომ შეისეინეთ, გადადით, ნახეთ, დაათვალიერეთ და შეიმეცნეთ. მე რომ თქვენ ახლა გითხრათ, რომ შესაძლებელია რომ თქვენ ხედავდეთ ისეთ რაღაცას, რაც რეალურად არ არსებობს. ალბათ იტყვით, რომ არა, ეგ სისულელეა, რაღაცას გატყუებთ, ან იფიქრებთ იმას, რომ მსგავსი რაღაც ემართება მხოლოდ იმ ადამიანს, რომელსაც ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. მაგრამ რეალურად ეს ასე არაა. 20 წამის განმავლობაში უყურეთ ეკრანზე გამოსახულ ფოტოზე არსებულ წერტილს. შემდეგ როცა ეს ფოტო გაქრება და მხოლოდ თეთრი ეკრანი დარჩება, დაიწყეთ თვალების დახამხამება. არაა აუცილებელი რომ დაძაბოთ თვალები. შეგახსენებთ, უყურეთ მხოლოდ მწვანე წერტილს. არც ის არის აუცილებელი რომ მიაშტერდეთ წერტილს ამ ფოტოზე, ან რაღაც მსგავსი. უბრალოდ უყურეთ წერტილს 20 წამით. ახლა კი შეგიძლიათ დაიწყოთ თვალების დახამხამება. გილოცავთ თქვენ ეკრანზე არ არსებული რამ დაინახეთ. კატა, რომელიც თქვენ დაინახეთ მას შემდეგ, რაც რეალურად კატის ფოტო გაქრა, იყო მხოლოდ და მხოლოდ ილუზია, რომელიც თქვენმა ტვინმა შექმნა. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ამ ილუზიამ ისევ და ისევ დაგვაგოიმა, მეც და თქვენც. მე მონტაჟის დროს, თქვენ ყურების დროს. ამ ილუზიას ეწოდება negative after image illusion, რომლის ქართული შესატყვისით სიმართლე რომ გითხრათ ვერ ვიპოვე, ამიტომ მოდით თავად მოვიფიქროთ და ჩემი აზრით კარგი ვარიანტი იქნება ნეგატიური post-photo ილუზია. არ ვიცი დამეთანხმებით თუ არა, მაგრამ კომენტარებში გამოვშვით რო რამე თქვენი ვერსიები. კარგი, მოდი ახლა ამ ილუზიის სახელის შერჩევას თავი დავანებოთ და კარგად ავხსნათ თუ რატომ გვატყუებს მსგავს შემთხვევაში ჩვენი ტვინი. მაშინ როცა თქვენ უყურებთ ფოტოზე გამოსახულ გარკვეულ ფერს, ფოტორეცეპტორები თქვენს ტვინში იღლებიან. მაგალითისთვის ის უჯრედები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მწვანე ფერის აღქმაზე, ძალიან მარტივად იღლებიან, სწორედ ამიტომ მსგავს ილუზიებში, რომლებიც სავარაუდოდ არაერთი გაქვთ ნანახი, არა მარტო ის, რაც ამ ვიდეოში ნახეთ, სადღაც არის ყოველთვის დასმული მწვანე წერტილი. მოკლედ ის უჯრედები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მწვანე ფერის აღქმაზე, დუნდებიან და ნაკლებად მგრძნობიარეები ხდებიან. მაშინ როცა სურათი ქრება, თქვენი ტვინი ავტომატურად ამატებს იმ ფერებს, რომლებიც გაქრა და ქმნის ერთგვარ ვირტუალურ სურათს. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ხანდახან თქვენი ტვინი ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ დაგანახოთ ის, რაც რეალურად არ არსებობს. მოკლედ ამით რისი თქმა მინდოდა. ალბათ გსმენიათ, რომ ადამიანები ხანდახან ამბობენ, რომ ისინი არათუ სხვებს, არამედ საკუთარ თავსაც კი არ ენდობიან და ჩვენი ტვინი რეალურად ამის მიზეზს ხანდახან გვადლევს. ხან მხედველობის გამო, ხან სმენის გამო, ხან რაღაც მოგონებების გამო, ხან შეხების გამო და ნუ მოკლედ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რეალურად მე შემეძლო რომ დაახლოებით 1 საათიანი ვიდეო ჩამეწერა, სადაც ძალიან დიდი რაოდენობის ილუზიებსა თუ ფსიქოლოგიურ ექსპერიმენტებს განვიხილავდი, მაგრამ რატომღაც მგონია რომ ჯერჯერობით ჯობია რომ ასე 10-15 წუთიანი ვიდეოები ჩავიწერა ხოლმე, იმიტომ რომ YouTube-ის ანალიტიკა, რასაც მაჩვენებს, ეს არის ის, რომ საშუალო სტატისტიკურად დაახლოებით 7-8 წუთის განმავლობაში, ანუ 7-8 წუთს უყურებენ ხოლმე მაყურებლები და მე უბრალოდ თიშავენ ვიდეოს, ამიტომ მირჩევნია რომ მაქსიმალურად შევამოკლო ხოლმე ინფორმაცია და ყველა დაინტერესებული მაყურებლისთვის დავტოვო ხოლმე ლინკები ამ თუ იმ კონკრეტულ სტატიაზე. ასე იქნება დღევანდელ ვიდეოშიც, ლინკები იქნება აღწერაში, სხვადასხვა საკმაოდ საინტერესო ილუზიისა თუ ფსიქოლოგიური ექსპერიმენტის, ასე რომ გადადით, დაათვალიერეთ, ვინც დაინტერესებულები იქნებით. და გარდა ამისა, გეტყვით იმას, რომ უახლოეს მომავალში მე ვეცდები რომ შაბათს, მაგრამ შაბათს თუ არა, კვირას ან ორ შაბათს დავდო საკმაოდ საინტერესო ვიდეო რა უბედურება იყო, არ ვიცი, საკმაოდ საინტერესო ვიდეო მაფიაზე, ასე რომ დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და მონიშნეთ ზარის ღილაკი. დროებით.